მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და არასთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, რისთვის გამზადებთ სამყარო. ესეთი შეკითხვაა. რისთვის გამზადებთ სამყარო? დიდი ხანი არ ჩამწერია საჯარო გაშლა, სიმართლე გითხრათ, მომენატრეთ. რისთვის გამზადებთ სამყარო. დავიწყოთ. ეხლა ვნახოთ ჯერჯერობით შეკითხვაზე პასუხი, რა ხდება ახლა თქვენს სივრცეში. ჯერ რომ ვნახოთ ვისთვის არის ეს საჯარო გაშლა. რა ხდება ახლა თქვენს სივრცეში. საინტერესო გაშლა. გასაგებია. ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში რაც შეინიშნება აქ ამ საჯარო გაშლის ასე რომ ვთქვათ შესავალში, ანუ რო გავიგოთ ვისთვის არის ეს გაშლა, ხო? ეს არის საკითხი, ანუ რა ხდება ახლა თქვენს სივრცეში. თქვენ შემთხვევაში ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ცდილობაა ახალი დასაწყისების. ანუ თითქოს რაღაცნაირად ჩაგესახებათ იმედი, დაგეგმავთ გეგმას, თითქოს რაღაცა ჰორიზონტზე გამოჩნდება პერსპექტივა, ფინანსური კუთხით, რაღაც ისეთი თითქოს რომ წინ უნდა წამოიწიოთ, რაღაც ურთიერთობების, პარტნიორული ურთიერთობების, არ ვსაუბრობ აქ სიყვარულზე და პირად ურთიერთობებს, თითქოს რაღაცა საჭირო კავშირების და ასე შემდეგ, ამ ტიპის პარტნიორობაზე ვსაუბრობ, მაგრამ სადღაც შუაში თითქოს რომ უნდა დაიძრას ეს პროცესი, ყველაფერი ჩერდება გაურკვეველი მიზეზების გამო. რის გამოც მე თქვენ გეწყებათ რაღაცნაირი იმედგაცრუება, მოლოდინის უსასრულო მდგომარეობა, რომ კიდე რამდენი ხანი შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს. ამ დროს აქ ადამიანი, რომელიც ეხლა ამ გაშლას უსმენს, შინაგანად, ეხლა მოვიდა აქ არკანი მეეტლე, არკანი მაგი და არკანი სულელი. შინაგანად ეს ადამიანი არის მოძრაობისკენ მომართული ადამიანი. ანუ თქვენ არ ხართ პიროვნება, რომელსაც უყვარს ერთ ადგილზე ყოფნა, არ ხართ თქვენ პიროვნება, რომელსაც უყვარს რაღაცა გულხელდაკრეფილი ჯდომა თუნდაც, ხო? მაგრამ სიტუაციურად ხდება ზუსტად ის, რომ გულხელდაკრეფილიც ხართ, ნერვიულობთ კიდეც, არ იცით რა გზას დაადგეთ, იმიტომ რომ თითქოს საითაც წახვედით ყველგან ერთმანეთზე უარესი ჩიხი დაგხვდათ. და ძალიან გაურკვეველი მდგომარეობაა თქვენს თავში, რომ ანუ თითქოს ნახეთ როგორი კვერთხების მეფეა აქ გამოსახული, თითქოს დაბურულ ბნელ ტყეში გზას მიიკვლევთ და ისიც არ იცით საით მიდიხართ, ანუ ან რატომ მიდიხართ, ან საერთოდ რატომ მოხვდით ამ ტყეში, ხო? თითქოს ამ ყველაფერზე კითხვები, ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ, რომელზედაც პასუხები არ გაქვთ. ერთ დღეს რო ხართ ბრძოლისკენ მომართული და მოტივირებული, რომ თითქოს რაღაცა ყველაფერს შევძლებ, არ დავყრი ფარხმალს, ვიბრძოლებ, ბოლომდე გავიტან, მეორე დღეს არის სიტუაცია, რომ ეს ახალი დასაწყისი, ეს ახალი ინიციაცია თუ ინიციატივა, რაც თქვენს თავში მოვა, თითქოს მოწყვეტილი ყვავილით ეს ხელში ჩაგაჭკნებათ, ხო და არ გამოდის ის ჩანაფიქრები, ის მიზნები, რაც
გინდათ რომ შეასრულოთ რაც გინდათ რომ მიზნად დაისახოთ, ხო? უბრალოდ მიზნები გაქვთ, მაგრამ ის მიზნებიც აღარ იცით უკვე თქვენია, არ არის თქვენი, ღირს იქით წასვლა, არ ღირს, ძალიან დაბნეული სიტუაცია. აქ ამ დროს შინაგანი ძალა ამ ადამიანს, ვინც ახლა მე მისმენს, აქვს ძალიან დიდი. აი გითხარით ძალაზე ვლაპარაკობ და პირდაპირ არკანი ძალა მოვიდა, ოღონდ უარყოფითი შინაარსით. აი ნახეთ. პირდაპირ მიდასტურებს სამყარო, რომ ეს ანუ აქ არის სიტუაცია, როდესაც თითქოს ყველაფერი თქვენ საწინააღმდეგოდ ხდება. კი ბატონო, არკანი სამართლიანობა და გაქვთ უსამართლობის და უმსახურებლობის განცდა, რომ აი ვითი დავიმსახურე ახლა ეს სიტუაცია. აი ნახეთ ადამიანი, რომელიც ზის და აწვიმს მარტოს თავზე და დაინგრა ფაქტიურად ყველაფერი. მაშინ როცა ამისი არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. კი, მოკლედ გასაგებია უკვე ეს გაშლა, სიტუაციაც გასაგებია, იმედი მაქვს თქვენთანაც რეზონირდა. თუ ეს საკითხი რეზონირდა, რაც ახლა მე მოვყევი, ხოლმე იმ შემთხვევაში გააგრძელეთ ყურება. სხვა შემთხვევაში ეს გაშლა მეგობრებო თქვენი არ არის. ყველა დროს ნუ დაკარგავთ. მე კომენტარებშიც ნუ დამიწერთ, რომ არ რეზონირდა. თუ ეს რეზონირდა, ესე იგი ეს გაშლა თქვენია. თუ არ რეზონირდა, ესე იგი ეს გაშლა თქვენი არ არის. მოკლედ ასე. ეხლა ვნახოთ, მოდი სანამ გადავალთ რისთვის გამზადებთ სამყარო, იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მე მინდა რომ ამოვიღო ერთი ბარათი თქვენთვის. ზუსტად კითხვაზე პასუხით, რატომ? აი შეკითხვა, რაც ახლა აი ამ სიტუაციაში არის, თქვენს თავში, ანუ რატომ ხდება ეს ასე? აი ეს მოცემულობა, დღევანდელი სიტუაცია რატომ ხდება? ნახოთ ერთი არკანით რას გვეტყვის სამყარო. მეგობრებო, ვინც ინგლისური კარგად იცით, შეგიძლიათ თქვენივე თვალით წაიკითხოთ თქვენ თვალწინ ამოღებული ბარათი. იმისათვის, რომ გამოთავისუფლდეს სივრცე გაცილებით დიდი რაღაცისთვის, ვიდრე ახლა თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. აი ეს ნგრევა, აი ეს რაღაცა დაუსრულებელი მოლოდინი, დაუსრულებელი წარუმატებლობა, დაუსრულებელი რაღაცა ეს ბილიკი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც არასოდეს არ დამთავრდა წარუმატებლობის, ხდება იმიტომ, რომ გამოთავისუფლდეს სივრცე რაღაცა გაცილებით დიდისთვის. ზოგადად ყველას ერთხელ მაინც ცხოვრებაში შეგიცვლიათ თუნდაც სახლის ან ოთახის ინფრასტრუქტურა. გადაგიადგილებიათ ავეჯი, ან გამოგიცვლიათ, ხო? და პირველი შეკითხვა, რაც თავში ამ დროს რეორგანიზაციის დროს მოდის, არის ის ესენი სად წავიღო, აი ეს რაც ახლა მაქვს სახლში, საკუთრებაში, ესენი სად წავიღო, ისეთ რომ ახალი ვიყიდო. აი ზუსტად იმისათვის, რომ ახალი შემოვიდეს, ესენი რაც ახლა გაგაჩნიათ, ესენი უნდა წავიდეს, ეს რაღაცეები უნდა მოშორდეს თქვენი სივრციდან. ამ ილუზორული დამოკიდებულება იქნება, თუ თქვენ ახლა რაც მეგაჩნიათ, რეალურად ეგ იქნება, მაგრამ სამყაროს გადმოსახედიდან, სამყაროს პერსპექტივიდან ეს ზედმეტია თქვენი სივრცისთვის. აი ზუსტად ესეთი ნგრევები ხდება და იმ საჭირო დიდი სივრცის გამოსავისუფლება მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ თქვენი დანიშნულების წერტილამდე. ეხლა ვნახოთ რა არის ეს თქვენი დანიშნულების წერტილი და ვნახოთ რისთვის გამზადებთ სამყარო. ნახოთ რა ხდება. რისთვის გამზადებთ სამყარო. ჩემო მეგობრებო, სამიანი თასები, სამიანი კვერთხები, არკანი ძალა. დააკვირდით ამ არკანებს ძალიან კარგად. ეს არის
თქვენი საბოლოო დანიშნულების წერტილი. თავისუფლება, როგორც სულით, ისე სხეულით. თავისუფლება, ჰარმონია, რაღაცნაირი უპირობო თანხმობა, უპირობო ბედნიერება, უპირობო მიმღებლობა. მაგრამ ეს არის თქვენი გზის დასაწყისი. აი ამისათვის მზადდებით, ეს გზა იქნება ძალიან ხანგრძლივი, ჩემო ძვირფასებო. ამ გზაზე თქვენ რომ შედგებით, ეს გზა იქნება ძალიან ხანგრძლივი. სხვათა შორის აქ შეიძლება გქონდეთ ბევრს განცდა, როცა ამ გზაზე აღმოჩნდებით, რომ აღმოაჩენთ, ასე რომ ვთქვათ, რომ ხართ მარტო, მაგრამ ეს მარტოობა უკვე დამთრგუნველი არ არის. ანუ თქვენ შეიძლება ახლა ამ მოცემულობაში დღეს ეძებთ საზოგადოებას, მოკავშირეებს იქით, რომ თითქოს აი ვიღაცას მიეკედლოთ, ვიღაცას ესაუბროთ, ვიღაცამ მოგისმინოთ, ვიღაცამ მიგიღოთ, ვიღაცამ გაღიაროთ. აქ ყველგან ხდებათ წარუმატებლობა და გზა, რომლისთვისაც სამყარო გამზადებთ, იქ ნამდვილად იქნებით თქვენ მარტო, მაგრამ ეს მარტოობა არ იქნება დამთრგუნველი თქვენთვის. ანუ ამ მარტოობაში, აი ამ გზაზე, აი ამ უარით, მრავალგზის ნათქვამი უარით, ჩამოყალიბდება ის თქვენი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს აირჩევს მეგობრად, მეგზურად, საკუთარ თავს აირჩევს მოსაუბრედ, განმსჯელად, დამსჯელად, მეგობრად და ასე შემდეგ, ხო? თქვენში უნდა დაიბადოს, აი რაღაცა დიდისთვისო წერან, ხო გითხრათ, აი შეხედეთ, უსუსური ქალია და ამხელა ლომის წინაშე და ამ ლომს, ეს ლომი არის ზუსტად შინაგანი ცეცხლი, შინაგანი ძალა, შინაგანი აი ეს ძალიან დიდი ენერგია, რაც თქვენშია და ეს ენერგია პირდაპირ რომ მოგეცეთ, აი ამ გზის გავლის გარეშე რომ მოგეცეთ, ხო? თქვენ შეხვედრი ხართ დარწმუნებული ვარ რეალურ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი უცებ მოულოდნელ წარმატებას აღწევს და მე ამ ეს წარმატება მას პირდაპირ მნიშვნელობით სრეს და ჭყლეტს. იმიტომ რომ მძიმეა ტვირთი შეუჩვეველი მხრებისთვის. ყველა წარმატებას აქვს თავისი ფასი და ის რისთვისაც თქვენ ახლა სამყარო გამზადებთ, ძალიან დიდია, ჩემო მეგობრებო. ამიტომ ეს გზა, რომელსაც ახლა გადიხართ, არის საგამოცდო გზა, არის მოსამზადებელი ერთგვარი პერიოდი, არის მდგომარეობა, როდესაც უნდა აი ფიზიკურად გამოიწრთოთ და არა მარტო ფიზიკურად, აქ მენტალურ და სულიერ წრთნაზეც მიდის აქცენტი, ხო? ნახოთ კიდევ რისთვის გამზადებთ სამყარო. არკანი მზე. ვინც ოდნავ მაინც იცნობთ ტაროს არკანების ენერგიას, ხვდებით, ხო ეს რამხელა ჯილდოა, რამხელა ძალა, რამხელა გამწყინება, რამხელა ნათება. მზე არის ერთადერთი მნათობი ცაში, რომელიც ანათებს ჩვენს დედამიწას და არა მხოლოდ ჩვენს დედამიწას. მზის სისტემაში ყველა პლანეტა მის გარშემო ბრუნავს, ხო, ანუ რამხელა ენერგია აქვს ამ ყველაფერს. არკანის შეყვარებულები და არკანი 10-იანი პენტაკლები. მეგობრებო, ამით შეგვიძლია დავასრულოთ ეს გაშლა, ნამდვილად შეგვიძლია დავასრულოთ ეს გაშლა. თუმცა ნახეთ, დასტის ბოლოს გვაქვს რვიანი ხმლები და აქ როგორი რვიანი ხმლები, ანუ გოგონა თითქოს ახალილი თვალებით იყურება წყალში, უყურებს თავის ანარეკლს, მაგრამ ხედავს თვალებ ახვეულ ადამიანს. ანუ ადამიანს, რომელსაც ჯერ არ გახსნია საბოლოოდ ის ინფორმაცია, იმ ინფორმაციაზე წვდომა, რაც ნათელს მოფენს. აი ამ ყველაფერს და აი მოგცემთ იმის მყარ პასუხს, რომ თუნდაც ეს ტანჯვა რაღაცა ღირს. აი ჯერ მაინც ეჭვიგეპარებათ ამ ყველაფერში, მაგრამ ტარო აჩვენებს, სამყარო გვესაუბრება ტაროს არკანების ენერგიით და შესაბამისად შეგიძლიათ, ჩემო მეგობრებო, უბრალოდ მიიღოთ ეს მდგომარეობა
მადლიერებით მიიღოთ ეს მდგომარეობა, იცით როგორი განცდით მოსწავლის, აი სკოლაში ხომ ჯდარ ხართ, უნივერსიტეტში ხომ ჯდარ ხართ, რაღაც ხომ მაინც გისწავლიათ ენთუზიაზმით, აი თუნდაც რაღაცა ელემენტარული ხელსაქმე. ის რაც ძალიან გიყვართ. სადაც იგრძენით, რომ დანიშნულების საბოლოო წერტილამდე მისასვლელი გზა არის გრძელი და საჭიროა რაღაცა ნაბიჯ ამ ყველაფრის გავლა, ხო? აი ზუსტად იგივე სიტუაციაში ხართ ახლა თქვენ. საბოლოო წერტილი აქ აჩვენებს, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის თქვენთვის ბუნდოვანი, რაღაცა განუსაზღვრელობასთან დაკავშირებული, თუმცა სადაც მიხვალთ ის წერტილი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ იქნება თქვენი სულისთვის შვება, თქვენი სულისთვის პასუხი იმ ყველა ტკივილზე, განსაცდელზე, სირთულეზე, რომელსაც გადიოდით და ახლაც გადიხართ. აი ესეთი იყო ჩვენი საჯარო გაშლა, ჩემო ძვირფასებო, მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეულწილად შევძელი და მოვიტანე სამყაროს პასუხები თქვენამდე და შეგიმსუბუქეთ თუნდაცა ეს ამ მდგომარეობაში ყოფნის ტვირთი და მე მჯერა, რომ თქვენ მიხვალთ, ნამდვილად მიხვალთ იმ საბოლოო წერტილამდე, სადაც იგრძნობთ ყველა ამ გავლილი გზის ჭეშმარიტ დანიშნულებასა და მიზანს. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. შევხვდებით მალე, დროებით.